მავნეს ზეგავლენისაგან დაცვა. საკმაოდ ცელი თემა, ძალიან სახიფათოც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოზარდებთან გვაქვს საქმე და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, გადავიღეთ ვიდეო. აქ თავი მოიყრა სხვადასხვა მოსაზრება. მოდით ნახოთ ჯერ ხო ვიდეო, ვიდრე სტუმართან გავისაუბროთ. ყველანი ვთანხმდებით, რომ არასრულწლოვანთა დაცვა უმნიშვნელოვანესი თემაა. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომელიც ბუნებრივია სხვადასხვა რგოლისაგან შედგება და სწორედ მისი სიმყარით თითოეული ჩვენგანის დიდი სურვილი და პასუხისმგებლობაა. საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს კანონი მავნეს ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სწორედ მათ დაცვას ალკოჰოლისაგან, თამბაქოს მოხმარება გასაღებისაგან და ასევე აზარტული თამაშებისაგან. გამარჯობათ. მაინტერესებს, რამდენად ხშირად მოდიან არასრულწლოვანები თამბაქოს შესაძენად? თუ მოდიან, ჩვენ თამბაქოს არ ვაძლევთ. თუმცა მოდიან, ეს მაინტერესებს. ძალიან იშვიათად იციან, რომ არ უნდა მოვიდეს და თუ არის გამონაკლისი და მოდის, იმ შემთხვევაში ჩვენ არ ვაძლევთ. როგორი სურათი იყო დაუშვათ 2 წლის წინ ამ თვალსაზრისით? 2 წლის წინ უფრო რთული სიტუაცია იყო. ეხლა უფრო ნაკლები არის მაგ მხრივ. ეს რო გავითავისეთ, ხო, ბავშვებიც არ გვეძალებიან და ჩვენც კიდე შემთხვევის დროს უარს ვეუბნებით და ამიტომ აი დედა ჩემი იქ ცხოვრობს და მთხოვა უცებ იქ მუშაობს და ვერ გადმოდის და არ ვეუბნებით. არა, უარს ვეუბნებით მაინც. ნებისმიერ კი უარს ვეუბნებით და მოდის მე რომ შობელი და ყიდულობს სიგარეტს. ზოგიერთი მშობლისთვის ყიდულობს, ზოგიერთი ვითომ თავისთვის, არა, მაგრამ თავისთვის. და თქვენ როგორ ხვდებით, ასე ვთქვათ, არ აძლევთ? ანუ მოდის და გეუბნებით, რომ მშობელს უნდა. ხო. აი 10 შეიძლება მოვიდეს დღის განმავლობაში. არა. ნაკლები. მაინტერესებს რა ვითარება არასრულწლოვანი ადამიანების მომართვიანობის და თამბაქოზე და ალკოჰოლზე. სურთ ყიდვა? სურვილით კი სურთ, მაგრამ ვერ ისრულებენ ამ. არა. არ ვყიდით, ნამდვილად არ ვყიდით. ლუდზე მოდიან? ისე რა. ხო, ძალიან ხშირად არა. მოდით ახლა ამის შემდეგ გავარკვიოთ სატელევიზიო მაუწყებლობის რეგულაციები და პოლიტიკა როგორ არის ამ მიმართულებით. წავედით. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კომისია მიიღო მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც ადგენს ტელემაუწყებლობის და რადიომაუწყებლობის სფეროში, ასე ვთქვათ, ეთიკურ ნორმებს და რეგულაციებს, როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის გაშუქება და ასე შემდეგ. თავში მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი სრულად ემყარება თვითრეგულირებას და მხოლოდ მაუწყებლის პრესტიჟზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავს ის ამ კოდექსს. არის განსაზღვრული დაუშვებელი პროდუქციის, ასე ვთქვათ, ცნება, რაც გულისხმობს სქესობრივი სცენებს, ძალადობის ამსახველ კადრებს და სხვა მრავალ პროდუქციას. ეს არის ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მოხმარების, ასე ვთქვათ, ამსახველი კადრები ასევე და ასე ვთქვათ, წახალისება ამ კადრების შინაარსიდან გამომდინარე. ინტერნეტი წყარო, რომელსაც კონტროლი ნაკლებად ეხება, ასე მგონია მე. ამ თვალსაზრისით რას გვეტყოდი თუ არის რაიმე ცვლილება? ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად არსებობს ქვენორმატიული აქტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი, რომლის თანახმადაც ასევე განსაზღვრულია დაუშვებელი პროდუქცია. როგორი მექანიზმი არსებობს ამ შემთხვევაში? მოგახსენებათ, უშუალოდ ვებგვერდები არ არიან კომისიის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, ისინი ყველანი კომისიის რეგულირების სფეროში არსებული ოპერატორისგან, ინტერნეტ პროვაიდერისგან იღებენ ჰოსტინგის მომსახურებას. სწორედ ჰოსტინგის გამწევი კომპანია ვალდებულია აკონტროლოს ვებ-სივრცეში, ოღონდ ჯიდომენზე დამთავრებულ ვებ-სივრცეში კონტენტი, შექმნას ეფექტური მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ დაუშვებელი პროდუქცია მოხდება ვებ-სივრცეში, რომ მოახდინოს მისი აღკვეთა. ახლა მოვედით თბილისში
თბილისში ერთ-ერთ ღამის კლუბთან ბუნებრივია უქმეებზე დატვირთულია და ეს მოსაცდელი ბილიკი, ასე ვთქვათ, ალბათ არის დახუნზული არასრულწლოვანი ადამიანები. თუმცა საინტერესოა იღება თუ არა კარი მათთვის სწორედაც კლუბის იმისათვის რომ შევიდნენ შიგნით. წესით კანონი ამას გრძალავს. ნახოთ რეალობაში როგორ ხდება. კეთა, მე კი შემოვედი თავისუფლად კლუბში, თუმცა ალბათ არსებობს შეზღუდვები. ვისთვის არის კონკრეტული ტიპის შეზღუდვები? რა თქმა უნდა, შეზღუდვები არსებობს და ეს არის ასაკობრივი შეზღუდვა. 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან კლუბში, რადგან აქ ფართოდ მოიხმარება ალკოჰოლი და სიგარეტი. ამას კანონიც კრძალავს, თუმცა ჩვენი შედარეგულაციაც გვაქვს, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ნებისმიერი ისეთი დაწესებულებიც, როგორც არის ღამის კლუბი, იმიტომ რომ მაინც 18 წლამდე ასაკის პირები ცდილობენ, რომ მოხვდნენ და შემოღწევას იტყუებიან, ამბობენ, რომ დიდი ვარ, თქვათ რაღაცა საბუთი მოაქვს, გაყალბებული, ესეთი შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ ჩვენ ამას ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, თავიდან რომ დავიწყეთ, იყო ეს მომენტი, რომ არიცოდნენ, რომ ესეთი მკაცრი რაღაც შეზღუდვა გვექნებოდა. ამიტომ ცდილობა იყო, მოდიოდნენ. მე ვერ დავდებ თავს იმაზე, რომ არ შემომპარვია არავინ, იმიტომ რომ ალბათ იყო ესეთი შემთხვევები და ძირითადად უფრო გოგოების მხრივ, იმიტომ რომ ამასაკის გოგოები უფრო დიდებს გვანან, ვიდრე ბიჭები. მაგრამ აი ახლა უკვე ბოლო 2 წელზე მეტი არის უკვე საერთოდ მცდელობაც აღარ არის. ფაქტიურად მცდელობაც აღარ არის, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ აზრი არ აქვს, რომ მოვიდეს 18 წლის თუ არ არის, ვერ შემოვა. სურათმა ცხადყო, რომ პოზიტიური ძვრებია, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით, ცნობიერება იცვლება მოზარდების, არასრულწლოვანი ადამიანების, მავნეს ზეგავლენის მქონე პროდუქტების მოპოვების, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მაღაზიებში უფრო ნაკლები მოზარდი შეინიშნება, ვისაც სურს თამბაქო შეიძინოს და კლუბებშიც უკვე ნელ-ნელა მათი რაოდენობა კართან მომლოდინე ქრება. ძალიან საინტერესოა ვნახოთ თუ რა ხდება მართლმსაჯულების თვალსაზრისით და მოდით ერთად გავარკვიოთ. 2015 წელს მიღებულ იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის ავტორის და რეფორმის ხელშემწყობის გახლავთ იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ ახლა სწორედ სამინისტროს ვესტუმრეთ. ბატონო ზურა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამდენადაც ვიცი დაეყრდნო ევროპულ სტანდარტებს. საინტერესოა რა ცვლილებები დამკვირდება ევროპული წესების თანახმად საქართველოში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებისას ბუნებრივია გავითვალისწინებთ ევროპული სტანდარტები. აქ იგულისხმება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, კონვენციები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკა. არასრულწლოვანთა კოდექსთან ბევრი ნოვაცია შემოიტანა, რევოლუციური მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის მაგალითად განსაკუთრებით აღსანიშნავია არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება მიღებული გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის თუ სასამართლოს მიერ, უნდა დაეყრდნოს და დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესებს. განრიდება ასეთი ინსტიტუტი, რომელიც მკვიდრდება კოდექსის თანახმად. რას გულისხმობს განრიდება? განრიდება გულისხმობს პირის, მარტივად რო ვთქვათ, განრიდებას მართლმსაჯულების სისტემიდან, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ისწავიდეს ციხეში, ნაცვლად იმისა, რომ ის იყოს ნასამართლები, ხდება მისი განრიდება ამ შემთხვევაში სისხლისამართლებრივი პრინციპებიდან. განრიდება არის მნიშვნელოვანი, რადგან ის გამოიყენება ზოგადად სრულწლოვანთა მიმართებაშიც, თუმცა ჩვენ შემთხვევაში კიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არასრულწლოვანებისთვის და უპირველეს ყოვლისა, როდესაც არასრულწლოვანი ჩაიდენს მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულს, პროკურორი უპირველეს ყოვლისა იფიქრებს იმაზე, განარიდოს თუ არა მან არასრულწლოვანი. ჩვენ უკვე დღეს გვაქვს კონკრეტული საქმეები, სადაც სასამართლო იყენებს განრიდებას, რასაც მანამდე ბუნებრივია ვერ გამოიყენებდა. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ სტუმართან ერთად პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე და უნდა მე მგონი პრინციპში გავაგრძელოთ საუბარი მეტნაკლებად მიმოვიხილეთ სიუჟეტში სხვადასხვა სფეროები, მაგრამ მაინც ბუნდოვნად მეჩვენება ზოგადად რეგულაცია არასრულწლოვანთა უფლებების. ყველაზე ხელშესახები პროდუქტების თვალსაზრისით, ხო, რაც მეტნაკლებად მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ხო შეიძლება ვთქვათ, რომ პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ რაღაც მე ბოლომდე დარწმუნებული მაინც არა ვარ, იმიტომ რომ ამის მტკიცებულებას ძირად ვერ ვხედავ. მე როგორც მოქალაქე ყველგან ვხედავ, რომ ბავშვებს მიუწვდებათ ხელი
ნებისმიერი ესეთი მავნეზე გავლენის მოხდენ პროდუქტზე, თუ ამის საწინააღმდეგო მტკიცება არსებობს, სიამოვნებით ნახავდი, უბრალოდ აი ხა თქვენ სიუჟეტში უყურებდი, ცხადია, რომ ადამიანი, რომელიც პოტენციურად შეიძლება არ ღვევდეს კანონს, არ დააფიქრეთ, რომ ყიდი. ამ გაგინახავს მოზარდები წევის პროცესში კუჩაში. მინახავს თქვენს გინახავთ ალბათ. ყიდვის დროსაც გინახავთ და უშუალოდ ასეთი პროდუქტის მოხმარების დროსაც გინახავთ. ანუ ეს პრობლემა ცხადია არსებობს. რა დოზით არსებობს, ამას ვერ ვიტყვით ვერავინ, იმიტომ რომ არავინ არ იკვლევს და პირდაპირ მივდივართ იმ თემაზე. არსებობს თუ არა სახელმწიფოში რაიმე ტიპის პასუხისმგებელი ადამიანები ან ადამიანთა კრებული ორგანო, რომლებიც ამაზე საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში მიაწვდიან ინფორმაციას. ვინ უნდა იყოს ეს ორგანო არ არსებობს. შესაბამისად, ეს კანონი სრულდება თუ არ სრულდება, აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენ საქმებზე. ჩემი აღქმა კი ისეთია, რომ არ სრულდება. ჩვენი ხედვით ვინ უნდა ასრულებდეს, ასე ვთქვათ, და რა მექანიზმით? ხომ არ შეიძლება რომ ყველა თამბაქოს გასაყიდ ობიექტთან დგეს მუდმივად ვიღაც და ამას აკონტროლებდეს. ხო, როგორია ვთქვათ, ევროპული გამოცდილება, ისე ჩვენი რუბრიკის კონტექსტში რომ დაუბრუნდეთ. კი ბატონო, ევროპელი ხალხი არ არის უნიკალური არსებები, რომლებიც ჩვენგან არსებითად განსხვავდებიან და ისინი თავისთავად აკეთებენ კარგ რაღაცებს. არ ჩვენ ვართ არც უნიკალურები და არც ძალიან ცუდები. იდეა არის იმაში, რომ სისტემა არის იმდაგორად აწყობილი, რომ არა მე და თქვენ, არამედ ზოგადად ნებისმიერ ადამიანს გააკონტროლებს და მინიმალურამდე დაიყვანს რისკებს. ანუ სისტემა უნდა იყოს ისეთი. ამ მიმართულებით სახელმწიფო თავისუფალია, მოიფიქროს, იყოს კრეატიული, იყოს რა თქმა უნდა ჰუმანური და გამოცდილება გადმოიტანოს ესეთ ცხადია, უამრავია, იქ არის ვიდეო კონტროლი, ცხადია პასუხისმგებლობა ცოტა მაღალია, თვით შეგნებას გულისხმობ. იმიტომ რომ ადამიანებს ესმით, რასაც ისინი აკეთებენ, რა შეიძლება დააზიანოს მან. ჩვენთან ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმით. მოდი შევთანხმდეთ, რა შეიძლება იყოს ცუდი იმაში, რომ 12, 13 ან 15 წლის ბავშვმა მიიღოს ალკოჰოლი ან მოწიოს სიგარეტი. ყველას გონია, რომ ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი ხო ეწეოდნენ და არის ხო ესეთი მოსაზრებები, რომ ისინი გარდაიცვალნენ 90 წლის ასაკში, აპრიორი ნიშნავს, რომ ბავშვმა რომ მოწიოს თლად ცუდი არ არის. დაახლოებით ესეთი შეხედულება გვაქვს ამ თემებზე. მაგალითად ორგანო, რომელსაც პერიოდულად ექნება მონიტორინგის სისტემა, პერიოდულად არა ყოველდღიურ რეჟიმში ცხადია, რომელიც რას გააკეთებს პირველ რიგში ადამიანებს აგრძნობინებს, რომ ჩვენ გიყურებთ და გვაინტერესებს, როგორ ხდება ბავშვთა უფლებების დაცვა. რაც შეცვლის ქცევასაც, აი ჩვენი ქცევასაც და გამყიდველების ქცევასაც და შესაბამის სერვისების მიმწოდების ქცევასაც და დადგება დრო, როდესაც შეიძლება ეს პერიოდული მონიტორინგი კიდევ უფრო გაიშვიათდეს და პრინციპში როდესაც პრობლემა ქრება, ესეთი რესურსების დახარჯვა აღარც ხდება ხოლმე. არის ქვეყნები, სადაც იმდენად ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა მსგავსი ტიპის ღირებულებები, რომ იქ მინიმალური სერვისების გაწევა ხდება და ხარჯის გაწევა. ხედავთ თუ გავიხსენებთ, ციხეები იხურება მთლიანადაც. აი ჩვენ გვაქვს ამის პერსპექტივა ცხადია, მაგრამ არ არის პრიორიტეტული თემა. ვისაც არ უნდა გკითხოთ ახლა, კი, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ცუდია ესეთ მავნეზე გავლენა, მაგრამ რეალობაში რა ხდება? რეალობაში ხდება ის, რომ ბავშვები ახსენდებათ და მავნეზე გავლენა ბჭყალებში ჩავსვავდი, მაშინ, როდესაც პოლიტიკური თემების ამოწევა ან ჩაძირვა სურთ. მაგალითად, გვევალება უკვე ასოცირების შეკრულებით ამაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, გვევალება მთელი თავი აქვს დათმობილი ბავშვთა უფლებებს. ჩვენი ორგანიზაცია ამონიტორინგებს ამ ნაწილს, მაგრამ აი ეს თემა არ გვაქვს ჩვენ შესწავლილი სამწუხაროდ. რა ხდება მაშინ, ანუ ჩვენს პოლიტიკურ კლასს, როდის აინტერესებს ბავშვები. მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკურად გაყიდვადი თემაა წინა პლანზე და მაგალითად მავნეზე გავლენა მაშინ ახსენდებათ, როდესაც საუბარია სოციალურ ჯგუფებზე, რომლებმაც ხმა ამოიღეს ახლო წარსულში და თქვეს, რომ ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და ყველამ დაიწყო ყვირილი, რომ ეს არ შეიძლება და რა თქმა უნდა, ყველაზე ესეთი კარგად შეწირვადი ხალხი ბავშვები არიან. გაიხსენეს, რომ აი ბავშვებზე არის მავნეზე გავლენა, მაგრამ იქვე ეს თემა, რაზეც თქვენ სიუჟეტი გააკეთეთ, არავის არ ახსენდება. პარლამენტის ვალდებულებაა შექმნას ორგანო. კარგით, პარლამენტმა თუ ეს არის და თავი, სხვა განშტოებაც ყავს, ხო, მინისტრების სახით. არავის დღის წესრიგში არ დგას ბავშვთა კეთილდღეობა. ის რომ ბავშვი დავიცვათ ჩვენ, თუნდაც მარკეტში იქნება ეს, თუნდაც კაფეში ან რესტორანში, სადაც ბავშვი ითხოვს 15-16 წლის მოზარდი კონკრეტულ სასმელს და უკმაყოფილდება ეს თხოვნა, ასე ვთქვათ. ანუ ეს მხოლოდ მე როგორც მფლობელის კეთილსინდის. რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერება, პრინციპში კეთილსინდისიერება იმ გაგებით, რომ
არავინ პრაქტიკულად პასუხს არ მოგთხოვს, მაგრამ კანონის მიხედვით გეკრძალება. თუმცა ეხლა მოდი პრაგმატულები ვიყოთ. კანონები ჩემი აზრით არსებობს არაკეთილსინდისიერი ხალხისთვის. ანუ იმიტომ დაწერეს ეს წესი, რომ მე რაღაც პერიოდის განმავლობაში არ გამოვრჩეოდი საწინააღმდეგო ქცევით. ამიტომ ბოჭავს კანონი. მაგრამ მე რადგან აპრიორი არაკეთილსინდისიერი ვარ და მოვეკეცი ამ კანონის ფარგლებში, რატომ შევიცვლი ჩემ ქცევას? თუ მე არ მაგზნობინეს რომ ეს კანონი არის რეალური. თუმცა ადმინისტრაციულ გავაგზელებ იმ ქცევას, რისთვისაც რის გამოც თქვენ დაწერეთ. თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ანუ ითვალისწინებს გარკვეულ პასუხისმგებლობას, ასეთ დროს, ანუ ვინ არის უფლებამოსილი? მე და თქვენ ხო ვერ აღვასრულებთ ამ კანონს. არავინ არ არის. იქვე ვეკითხებოდი, რომ ქსმენიათ ვინმე დაჯარიმებულა დაუშვათ კონკრეტული კმენდებებისთვის და ესეთ რამე არავის არ სმენია ჯერჯერობით იმ გამოკითხულებში. სმენიათ, რომ ვინმე დაჯარიმებულა მაგალითად ნარკოტიკის მოხმარებისთვის. კი, რა თქმა უნდა. სმენიათ, რამდენად ხშირად? ძალიან. ანუ მარტივი ამბავია, პრიორიტეტების საკითხია. ნარკოტიკი არის პრიორიტეტი დღეს და ჩემი შეფასებით ეს არის ბიზნეს პოლიტიკა და მეტი არაფერი. ამას წინათ სასამართლოში მიწევდა ყოფნა და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში 20-მდე ბიჭი დაჯარიმდა და გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან. ეს არ არის სამართლის აღსრულება, ეს არის ბიზნესი. მაგრამ ბავშვებთან მიმართებაში არც ბიზნეს აინტერესებს ბავშვები. პოლიტიკას საერთოდ არ აინტერესებს. მაგრამ მაშინ, როდესაც ხდება რაღაცების კვაზიღირებულებების დაფიქსირება, მაშინ ერთხელ ვახსენე და გავიმეორებ, რომ კარგად წირავენ ბავშვთა მდგომარეობას. ხო, კარგი გასათამაშებელი თემა. ხო, ანუ კარგია, ბავშვებს აწუხებს, აჰა, მაშინ ესე იგი ყველა უნდა გავჩუმდეთ, მაგრამ ეს არის მართლაც პოლიტიკურად უხამსი ქმედება შემიძლია. ეს საუკეთესო ღირებულებების დაცვა თუ როგორ ქვია, ხო? ეს რა არის თუ არა ეს? ჭეშმარიტი ინტერესი ალბათ. ინტერესების დაცვა დია. ხო, ჭეშმარიტი ინტერესი ცოტა უფრო რთული კატეგორიაა, მაგრამ ყველა უზნობთ რა არის ჭეშმარიტი ინტერესი. ჭეშმარიტი ინტერესი პირველ რიგში ისაა, რაც ბავშვს არ დააზიანებს, არამედ ასარგებლებს და მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი აქვს, რომ ჭეშმარიტი ინტერესი პირდაპირ თანხმდრაშია ბავშვის უფლებასთან. ბავშვს უფლება აქვს იყოს დაცული ყველასგან, მათ შორის მშობლებისგან და უსაყვარლესი ხალხისგანაც არის ესეთი, რა თქმა უნდა, რელევანტურ სიტუაციაში. ხო, ხშირად ალკოჰოლს მოზარდებს და უფრო ბევრად პატარებს და სახლში ასმევენ მამები, ასე რომ ხო, სახლში, ანუ ეს იმიტომ თქვი, რომ ეს კულტურის ნაწილია, გონია რომ კარგად ვაკეთებთ. თან გენდერული ასპექტიც მამაკაცებს ვაძალებთ, ბავშვებს, ბიჭ ბავშვებს ვაძალებთ, რა კაცები უნდა გაიზარდნონ და ყანწი უნდა დავალევინოთ მესამე კლასში. და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, კიდევ უარესი, მე მინახავს გამიგონია, რომ სკოლის ტერიტორიაზე ბავშვები მიირთმევენ ხოლმე ალკოჰოლურ სასმელებს მასწავლებლებთან ერთად. უარესაც გეტყვით, ტოტალიზატორიდან არაერთხელ მინახავს გამოსული ბავშვიც არაერთხელ გვინახავს, რომელიც არის. რა თქმა უნდა, ყველგან არიან და ამაზე თუ ეხლა გვინდა რომ თვალი დავხუჭოთ, კი ბატონო, უბრალოდ ამას ვიგრძნობთ ძალიან მალე საზოგადოებაზე. მე პირადად დრო სამწუხაროდ ამოგვეწურა, მაგრამ ორი დასკვნა გამოვიტანე. ჩვენი როგორც მოქალაქეების ინფორმირებულობა და თვითშეგნების ამაღლება და სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს თანხმდრაში იმისათვის, რომ გარკვეული მართლა რეალური ძვრები განხორციელდეს ამ თვალსაზრისით. მაგრამ პატარა კომენტარი შეიძლება, მაგრამ მეორემ უნდა დაასწროს პირველს. იმიტომ რომ პირველს დრო სჭირდება. ათეულობით წლები და ბავშვები ამას შეეწირებიან და არამარტო ბავშვები. ამიტომ არის სახელმწიფო, იმიტომ შეიქმნა, თორე რაში გვჭირდება ჩვენს კი განვითარდებით ნელ-ნელა ჩვენ თვითონ, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია ზუსტად ისაა, რომ ხელოვნურად მათ ხელოვნურად დააჩქაროს პროგრესი. ამას არაკეთებენ და ძალიან დიდი მადლობა. სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს, თორე სიამოვნებით ვისაუბრებდით ამ თემაზე. დღევანდელი დღე ჩვენ დავასრულეთ წინ რუსთაველის ხანგრძლივი და საინტერესო ეთერი გელოდება და ჩვენ ხვალამდე ნახვამდის